ფაქტია, რომ დღეს ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია. მას შემდგომ რაც ოცნებამ გააყოლბა არჩევნები, შეაჩერა მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, შემდგომ იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც თავის განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. ამის მიუხედავად, პარალელურად ოცნება ახერხებდა იმას, რომ არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში გააქვს ისეთი კანონები, რომლებიც საბოლოოდ მას შემდეგ, რაც ბოლო ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაისაკუთრა, მძევლად აყავს საჯარო სექტორი. ფაქტობრივად, ოცნებამ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით არა მხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორის თვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. რას ნიშნავს ეს? ფაქტობრივად გამოდის, რომ საშუალო რგოლი საჯარო სექტორის დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას და ერთ ადამიანს ფაქტობრივია. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედა ამ ადამიანების ხერისხლება, უბრალოდ იმიტომ, რომ ესენი არიან ისციონალური მეხსიერების მატარებელი მთელი დამოუკიდებლობის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. დღეს ოცნებამ შეცვალა კანონმდებლობა და ფაქტობრივად თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები და მოადგილეები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რიგით უბრალო საჯარო მოხლის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს ყველანაირი საფუძვლის გარეშეც და მათ შემდგომ სამართლებრივი დავის საშუალებაც ეკრძალებათ. ფაქტობრივად უნდა გვესმოდეს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ოცნებამ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე. მინდა მიმართო საქართველოს საჯარო მოხელეებს. მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი რიგითი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის საშუალებით იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავს სამართლიანობას, იცავს უბრალოდ გამოხატვის თავისუფლების უფლებას. თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალსა და თქვენს ინტერესებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადეს, რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს. ეს მოძალადე კიდევ უფრო მეც იძალადებს ჩვენზე და უნდა გვესმოდეს, რომ დღეს თუ საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს დაცვისთვის, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის და არ გაიხსენა ფიცი საჯარო მოხელის, რომელიც მთავარი მიზანია მსახურება სახელმწიფოსი და ქვეყნის და მოქალაქეების და არა ერთი პარტიის, ერთი ადამიანის და მათი კორუმპირებული ინტერესების. მაშინ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისინი თავისას გაიტანენ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასობით ათასი ადამიანი დღეს ქუჩებში იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ზუსტად იმას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვესმის, ყველაფერი ძალიან გასაგებია. უკვე ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას და მინდა მოგიწოდოთ, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი, ამოიღოთ ხმა და გააკეთოთ ის შეფასება, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ძალიან ჭირდებათ. ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით ერთად და ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ. და ზოგადად გარდა ეს საინტერესო მანიმდინარე პროცესები შეადარა 1920 წლის მოვლენებს. რამდენად შეიძლება ამ პროცესებში გავლება და როგორ შეაფასებთ ზოგადად მის რეალურ გზას? მე ხა ისტორიულ რეტროსპექტივაში ვერ წავალ. უბრალოდ არის ბევრი მსგავსება, არის დიდი სხვაობებიც. მთავარი რა არის? მთავარი არის, რომ საქართველოს დღეს 21 წლისგან განსხვავებით აქვს პირდაპირი, აი ზედაპირზე რომ არის, აი რამოდენიმე თვეების და 1 წლის მაქსიმუმ პერსპექტივა იმისთვის, რომ ქვეყანა საბოლოოდ დაუკავშირდეს თავისუფალი ევროპის სახელმწიფოების დიდ ოჯახს. არავის ისტორია არ აპატიებს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რიგით მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად დღეს არიან მშვიდობიან აქციებზე, იმ 500-ზე მეტ ადამიანის ინტერესების დასაცავად, რომელიც არის უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი და მათ ფაქტობრივად რამოდენიმე შემთხვევაში წამების ფაქტებიც იყო. ეს სხვაობაც და ეს თანხwebdriverაც ისტორიულ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ხილვადია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს 21 წლისგან განსხვავებით
ბევრად უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს რომ ევროპული მომავალი ქვეყნის დავიცვათ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შევძლებთ. კი ბატონო, ზოგადად შემოვხასოთ გამოსვლა ის საუბარ ძალიან ბევრ რაღაცაზე ქართული ხალხის ხმით ფაქტობრივად შეიძლება ითქვას იყო არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, დემოკრატიის უკუსვაზე და ასევე ევროპარლამენტარებს მოუწოდა იმისკენ, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა მნიშვნელობას ატარებდა მისი ეს სიტყვა და რა მნიშვნელოვანი ჩვენ? დღეს საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მე დადებითად ვაფასებს ის, რაც მან დღეს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 21 დღეა ყოველ ღამე დგანან და აპროტესტებენ და იცავენ ევროპულ ფასეულობებს, მათ რეალური მხარდაჭერა ჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ ჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზების გაუქმება. მათ ჭირდებათ კონკრეტული ინდივიდუალური სანქციები იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ფაქტობრივად ანგრევენ და კლავენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. კლავენ და მოკლეს უკვე ფაქტობრივად არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტები ხელისუფლების ცვლილების და რომლებიც უბრალოდ ძალადობენ და აწამებენ რიგით მოქალაქეებს და რომლებსაც უკანონოდ დაპატიმრებული ხავთ 500-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ უკვე აქ შეშფოთებების დრო აღარ აქვს. ჩვენ გვჭირდება ქმედითი მხარდაჭერა ყოველდღიურად იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ჩვენს საქართველოს მოქალაქეებმა და გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები. ეს მათ ინტერესებში უნდა იყოს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეფსა კობახიძეს შალბაბლაშვილს ასევე ყავილაშვილს არის თუ არა ეს სამნიტი რომ აღიარებენ ლეგიტიმაციას ხელისუფლების მთავარ დახსიათებენ ქართულ ოცნებაში და რომ შევაფასოთ ეს შეფასებები. რაბლ შეფასო ქართულ ოცნებას უბრალოდ რეჟიმს მოუწოდებ რომ ჯობია ისევ ჟურნალისტებთან მიაწვეს ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, ადამიანის უფლებების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ისინი აქ შემოსულები და არა იმისთვის, რომ ვინმეს ლეგიტიმაცია მიცემ და ლეგიტიმაცია რო უჭირთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისევ ჯობია რომ ჟურნალისტებთან დავას და დისკუსიას მიაწვნენ, იქნებ რომელიმე ჟურნალისტს წამოსდეს რაიმე და ლეგიტიმაცია ჟურნალისტებმა მაინც მიცემ. იტალიას და ისპანეთს ადანაშაულებს თურქეთში და ამბობს რომ მას უშუალოდ არ აქვს. რა საკის დაპირისპირებაში შედის მეგობრებთან ერთად კონკრეტული ამ განცხადებებით და როგორ არის შესაძლებელი მსგავსად დასაბუთების განხილვის. არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით უკვე სამწუხაროდ რომ მათ ყუარა და თაღლითი რეჟიმი ყავს. დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით მათ ასე ვთქვათ მიიღეს ეს იგივე ასე ვთქვათ ბრენდირება. უბრალოდ თავი მოგჭრეს ჩვენ, შეგვარცხნინეს საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მაღალი პოლიტიკური, თუნდაც არალეგიტიმური de facto პოლიტიკური პირები აი ეს პირდაპირ იტყუებიან, თან ტყუილით ეხებიან სახელმწიფოებს, რა მნიშვნელობას მეგობარი არა მეგობარი სახელმწიფოებს ეხებიან, ნუ სასაცილოა. ყველანაირ ზღვარს მიღმა ეს ყველაფერი, ამაზე საერთოდ საუბარიც უხერხულია. ამიტომ ამას შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი შეფასება არის სასწრაფოდ განთავისუფლოთ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები და სასწრაფოდ ახალი არჩევნების თარიღი. მათთვისვე ჯობია. აი ხო ხედავთ უკვე ისეთ სპირალში არიან. დღითი დღე 1000 სისულელეს აკეთებენ. აი უბრალოდ დღითი დღე 1000 ეს ხო იცით თვითგადარჩენის ინსტინქტი უკვე რო გონებას გაკარგინებს, ხო? აი ესეთი აბსურდული ტყუილები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება იქ ადამიანები თურმე რაღაც ტანსაცმე სწრაფად იცვლიან. იქ ვიღაცა მხარი დაუჭირა მე რაღაც ტყუილებს. აი სასაცილოც აღარ არის უკვე ეს არ ექვემდებარება რაღაც გონიერების მიღმა ეს საერთოდ მედიცინის სფეროდან არის. ჩემი ხმა არის ის რა დაუთმოთ თუ შეიძლება. დაუთმოთ და დავბრუნდებით თქვენთან. აქვს ხოლმე რაიმე ხელშესახები ეფექტივი პასპორტების შესაძლებლად და თქვენ რა მონოფილები ხონდათ? არა, მე ერთადერთ რამეს ვითხოვდი და კიდევ გავაგრძელებ ამის მოთხოვნას, რომ მათ არ უნდა დასაჯონ
საქართველოს მოქალაქეები და უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერონ საქართველოს მოქალაქეებს. თუ რაიმეს თავი აქვთ, მაშინ ინდივიდუალური პერსონალური სანქციები უნდა დაუწესონ კონკრეტულ ადამიანებს. წეხ ამ თქმა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დიპლომატიური ვიზების დასანქცირება, აღშფოთების რაღაც სიმბოლური პოლიტიკური ფორმა, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომ აღშფოთების დრო უკვე აღარ არის. დამთავრდა აღშფოთების დრო, კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება და ეს კონკრეტული ნაბიჯები პირველ რიგში ჭირდება საქართველოს იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც 21 ღამეა ევროპულ ფასეულობებს ყინვაში ძალადობის და წამების მიუხედავად იცავენ თბილისის ქუჩებში. და ჩვენ არ ვიცავთ მარტო ჩვენ თავს მერწმუნედ. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიის ევროპულ ფასეულობებს, ავტოკრატიის წინააღმდეგ. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის ბევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის გამოწვევა. არ მინდა მათი ჩამოთვლა. რითი უნიერის განსაკუთრებაზე შეგეკითხებით, მან თქვა, რომ ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და საქმიანობს, ისინი აუცილებლად დამატების სანქციებს გამოუშვებენ და ასევე თქვა ესეთი რაღაც, რომ ერთადერთი ქვეყნის პრეზიდენტი არის საუნდტროები, რომელიც რეალურად აიჩნია ხალხმა და რომ ის ნიშნავს აი ეს მხარდაჭერა ჩვენთვის და მათი მხრიდან სანქციები. აი ეს არის ხელშესაჭედებელი რეალური მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ესეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული. იმიტომ რომ ეს ძალიან სამწუხაროა. ხო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიღაცებს არ მოწონთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ დღეს აი სისტემური პოლიტიკური კრიზისის პირველ ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც არის, რომ ამ ფაზაში ჩვენ უნდა მივახციოთ არალეგიტიმური გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების არაღიარებას, რასაც ვახცევთ მშვენივრად. მეორე უნდა მივახციოთ საქართველოს მოქალაქეები კი არ უნდა დაასანქციონ, უნდა დაასანქციონ კონკრეტული ინდივიდები და მესამე უნდა მივახციოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შევინარჩუნოთ ძალა და ენერგია იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ რუსთაველზე და სხვა ქალაქებშიც. საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნის 90% უკვე მიღწეული გვაქვს. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ეს არის ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც მერწმუნედ აუცილებლად იქნება. ეს პროცესიც დაიწყო, მაგრამ იანვრის ბოლომდე ეს პროცესი თავის ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. მე გავაგრძელებთ უკვე საუბარს დღევანდელ რეჟიმთან სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მიზნებზე და ამოცანებზე. იმიტომ რომ ამ პირველი ფაზის შემდგომ, რომელშიც ოცნების რეჟიმა შეიყვანა ეს ქვეყანა არჩევნების გაყალბებით, შემდეგ ევროკავშირის პერსპექტივის მოკლით, შემდეგ ადამიანებზე ძალადობით, ცემით და წამებით, მათი ასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრებით და კიდევ ბევრი რამით. და შემდგომ უკვე ის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც ფაქტობრივად ქმნის რეპრესიების საკანონმდებლო ბაზას. ხო, ამით შეიყვანა ოცნებამ ამ სისტემურ კრიზისში ქვეყანა და ეს პირველი ფაზა ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ. სახელმწიფოს ვიცავთ, იმ ადამიანებს ვიცავთ, ვისაც ცემენ და ვისაც ვინც დღეს დაპატიმრებულია და მათი გამოშვებისთვის ვზრუნავთ. აი მეორე ფაზა უკვე იქნება ის ფაზა, როდესაც უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გაუქმებისგან, რომელიც ასევე ჯერჯერობით სამწუხარო დღის წესრიგში არის, ეკონომიკური ზეგავლენებისგან. აი მაგალითად, მე აბსოლუტურად მკაფიოდ როდესაც დღეს უკვე ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრებით, უკვე ჩანს ეს ამ იზოლაციის წნეხი მათზე. ეს ყველაფერი აისახება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გვმოახერხოთ და გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წნეხი შეუმსუბუქოთ საქართველოს მოქალაქეებს, სანამ ვერ მივახცევთ პოლიტიკურ გამოსავალზე დათანხმებას, რაც არის რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები. ამიტომ დღეს მკაფიოდ ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. გაანთავისუფლეთ ყველა ადამიანი, ვიზეც იძალადეთ, ცემეთ და უკანონოდ ყავთ დღეს დაპატიმრებული და მეორე გამოაცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი. რაც შეიძლება სწრაფად. ეს პირველ რიგში ოცნების დღევანდელ რეჟიმს სჭირდება. იმიტომ რომ სპირალში შედიან, უკვე შესულები არიან. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ სისულელეს აკეთებენ, დამაზიანებელს აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში კიდე სასაცილოები არიან. მადლობა.